თევზებო როგორ ხართ? კეთილი იყოს თქვენი მობრძანება არხზე და თქვენს კითხვაში. თევზებო დაუკავშირდეთ ენერგიებს მომდევნო დღეების, მომდევნო საათების განმავლობაში ჩვენს ნიშანში ახალი მთვარის მოახლოებასთან ერთად, რათა შევძლოთ ყველა იმ ოცნებისა და სასწაულის მანიფესტაცია, რომელიც გვინდა ჩვენს ცხოვრებაში. ასე რომ დღეს საჭიროა საქმეს შეუდგეთ, უფრო სწორად ხვალ, საჭიროა საქმეს შეუდგეთ ამ მანიფესტაციასთან დაკავშირებით. მინდა ვნახო, რას გვეუბნებიან ანგელოზები. თევზებო იმასთან დაკავშირებით, თუ რა შეიძლება მოგდიოდეს. აიღეთ ის, რაც რეზონირდება და ასევე გაიარეთ კონსულტაცია მთვარის ნიშანთან და ასცენდენტთან. ისინი გაძლევენ საშუალებას დაინახოთ იმაზე მეტი, ვიდრე შეიძლება მოვიდეს. ვნახოთ, თევზებო, რას ვთქვით ანგელოზებს რომ გვითხრან. კარგი, ეს არის ტრანსფორმაციის დიდი მომენტი თევზებისთვის ეჭვი არ მეპარება. ეს ტრანსფორმაცია მოაქვს სიმართლეს და მოაქვს ძალიან ნათელი რამეები იმ საკითხებთან დაკავშირებით, სადაც თქვენ დააწესებთ გარკვეულ საზღვრებს და ეს ასევე შესაძლებელს ხდის, რომ თქვენ თავი იგრძნოთ სიტუაციისგან დამოუკიდებლად. ძალიან საინტერესოა ის, რასაც თქვენი ენერგია წარმოაჩენს, რადგან ეს არის საკვანძო მომენტი, ეს არის მანამდე და ამის შემდეგ, რაღაც ფეთქდება, რაღაც ტრანსფორმირდება. ეს მოაქვს გამოცხადებები და უპირველეს ყოვლისა ის გამოცხადება, რომელსაც სიმართლე აქვს პირდაპირ გადაწყვეტილების მიღებისკენ გიბიძგებთ. წარმოიდგინეთ, რომ სიტუაცია, რომელიც თქვენ აღარ გინარჩუნებთ, არ გემსახურებათ, არ გიცავთ, ან არ გაძლევთ უსაფრთხოებას, თქვენ გაქვთ საკმარისი ავტონომია და სიმამაცე, რომ გამოხვიდეთ იმ ადგილიდან, შეინარჩუნოთ ეს ცვლილება და არ აღიქვათ ეს როგორც გარდატეხის წერტილი ან კრიზისის წერტილი, არამედ პირიქით, ეს არის წერტილი, სადაც თქვენ მიდიხართ მწვერვალზე პირდაპირი მნიშვნელობით. და უპირველეს ყოვლისა, რადგან თქვენ თავისუფლდებით გაურკვევლობისგან, რადგან თუ არ გქონდათ სიცხადე იმ ადგილას, სადაც აღარ გქონდათ მხარდაჭერა. მაგრამ ამავდროულად არ იცოდით რა მოხდებოდა თუ გადაწყვეტილებას მიიღებდით იმ ადგილიდან გამოსვლაზე, ურთიერთობის დასრულებაზე, მის დახურვაზე, საკითხის დახურვაზე და არ იცოდით რა მოხდებოდა და იყო ეჭვები. ავტომატურად მახვილების დედოფალი გესაუბრებათ სიტუაციაზე, რომელსაც თქვენ მართავთ ობიექტური, ლოგიკური გონებით, ფეხებით მიწაზე. რადგან კოშკიდან გამოსვლა შესაძლებელს ხდის, რომ თქვენ პირდაპირ დაეშვათ. ამიტომ საუბარია ფოკუსირებულ თევზებზე, მომწიფებულ თევზებზე და უპირველეს ყოვლისა იმ შესაძლებლობებისადმი გახსნაზე, რომელსაც ეს დიდი ცვლილება გთავაზობთ. და თქვენ არ უყურებთ ამას როგორც კრიზისს, არ უყურებთ როგორც პრობლემას. პირიქით, ზუსტად გეცოდინებათ რა უნდა გააკეთოთ და რა არა. და ამ გამოცდილების უპირატესობებს, რომელსაც თქვენ ახალ მომავალში წაიღებთ. რა თქმა უნდა, თქვენ არ ჩაიჭიდებით კვლავ რამეს მხოლოდ იმიტომ, რომ მოგეჩვენებათ, რომ თავიდან ძალიან კომფორტულად გრძნობთ თავს, მაგრამ იცით, რომ მოგვიანებით, რადგან ეს ყველაფერი იცით და პირველივე მომენტში გრძნობთ, არა? ეს შეიძლება გარკვეული დროით კარგად მადგებოდეს, მაგრამ მოგვიანებით გრძელვადიან პერსპექტივაში ვიცი, რომ მომბეზდება, გრძელვადიან პერსპექტივაში ვიცი, რომ თავს კომფორტულად არ ვიგრძნობ ეს ყველაფერი, არა? ასე რომ ეს გამოცდილება ძალიან გეხმარებათ იმ ახლისთვის, რასაც აშენებთ, რადგან ცხადია, სხვა საკითხს ააშენებთ. რადგან იხსნება ცვლილების შესაძლებლობები. მაშასადამე მახვილების დედოფალი მხარს დაგიჭერთ თქვენი გამოცდილების უპირატესობებით, უპირველეს ყოვლისა, რადგან თქვენ გახსნით ეტაპს, რომელიც ძირითადად მიეძღვნება სამუშაო ნაწილს, ეკონომიკურ ნაწილს, პირად ნაწილს. ცხადია, რომ არ შეწყვეტ გრძნობას, ვინმეს მიმართ გრძნობების ქონას, ან გახსნას, თუ ის ადამიანი უსაფრთხოებას გთავაზობთ, რადგან ფრთხილად შეიძლება წყვეტდეთ ბმებს, წყვილის ბმებს. დიახ და ეს ძალიან გაგათავისუფლებთ, რადგან რა თქმა უნდა თავისუფალი იქნებით ეჭვებისგან განსხვავებული გრძნობის მიყოლასთან დაკავშირებით. და რასაც მზე აჩვენებს არის დიდი სიცხადე ახლისთვის, დიდი სიმრავლე, სადაც ვერ ხედავდით, როცა შეზღუდული იყავით იმ ადგილას, ან იმ სიტუაციაში, ან იმ ადამიანთან ერთად. ზე გიბრუნებთ ენერგიას, მოაქვს სიცოცხლის უნარიანობა, აკეთებს იმას, რომ თქვენ ასხივებთ პოზიტივიზმის გამაფართოებელ ტალღას, როგორც გარშემომყოფებისთვის, ისე ადამიანებისთვის, რომლებსაც არც კი იცნობთ. სადაც არ უნდა წახვიდეთ, იქნება სინათლე. ასე რომ ცხოვრება თქვენთვის ძალიან მიმზიდველად გამოიყურება. თქვენ იზიდავთ კეთილდღეობას პოზიტიური დამოკიდებულებისა და პოზიტიური აზროვნების საშუალებით და არის წარმატება, რომელიც ძალიან გიბიძგებთ. მე ვფიქრობ, ეს არის კოშკიდან გამოსვლის მანამდე და ამის შემდეგი პერიოდი. შეიძლება არსებობდეს ადამიანი, ამ შემთხვევაში ეს არის ქალი, რომელიც თან ყვებათ ამ პროცესში. ეს შეიძლება იყოს იურიდიული პროცესი, შეიძლება იყოს თერაპიული პროცესი, შეიძლება იყოს პირადი პროცესი, მაგრამ არსებობს ვიღაც, ვინც ასევე ძალიან ზრუნავს იმაზე, რომ თქვენ ამ ხელახალი დაწყების მომენტში შეძლოთ საკუთარი თავის შენარჩუნება.
ის დაუშვებს, რომ იმოქმედოთ განსაზღვრულობით და თავისუფლებით, როგორც ამას გააკეთებთ, მაგრამ ასევე მჭიდროდ მოყვებათ. იმ ადამიანის განზრახვა ძალიან კარგია. ეს არის ადამიანი, რომელიც ასევე იქ არის დაყენებული, რათა დაგეხმაროთ, რომ არ დანებდეთ განსაზღვრულობაში იმ გადაწყვეტილებაში, რომელსაც მიიღებთ. და თუ ეს არის ადამიანი, რომელიც გირჩევთ სამედიცინო საკითხზე, იპოვის სინათლეს დიაგნოზთან დაკავშირებით. თუ ეს არის ადამიანი, რომელიც გირჩევთ იურიდიულ თემაზე, ასევე იმიტომ, რომ ის მზის გვერდითაა, არის სიტუაცია, რომელიც ხდება სულ რამდენიმე დღეში და რომელიც დაკავშირებულია გრძნობებთან. ის გეუბნებათ, რომ აქედან პარასკევამდე მოხდება ძალიან საინტერესო რამეები. არის სიტუაცია, რომელიც გაკავშირებთ ადამიანთან აზროვნებაში, მოგონებაში, გამოცდილებებში და ჩნდება მომენტი ამ ახალ რეალობაში. ამ ახალ სიტუაციაში, რომ თქვენ რაღაცნაირად შეძლოთ შეხვდეთ იმ ადამიანს და შეწყვიტოთ იმ ადამიანის მონატრება, ან იმ ადამიანის ნოსტალგია, ან ადგილი, რომელსაც იზიარებდით იმ ადამიანთან, ან რაღაცები, რაც გენატრებად კეთება. არა, და ამ მთელ საკითხში ჩართულია ერთი ადამიანი. ასევე შეიძლება იყოს ის, რომ რაც მოვიდნენ ჩვენთან სათქმელად არის ის, რომ თქვენ თავს გრძნობთ რა დამოუკიდებლად მთელი ამ სიტუაციისგან, თქვენ დაუკავშირდებით ადამიანებს, რომელთან ახლად შეწყვიტეთ. მეგობრებთან, რომლებსაც დაშორდით, რადგან ზოგიერთ შემთხვევაში თქვენ ითვლებოდით იზოლირებულად, თქვენ ჩანდით იქ ძალიან ჩუმად იმ ადგილას და გქონდათ ის შეზღუდვა, რომ გეკონტაქტად, გეურთიერთად, გესაუბრათ, შეგეღოთ, გამოგეღოთ, გაგეკეთებინათ და დაგეშალათ იმ ადამიანებთან. და ის ადამიანები გპოულობენ, თქვენ ეძებთ მათ თუ არა, ისინი გპოულობენ. ასევე არის ადამიანი, რომელსაც სურს შენთან სასიყვარულო კავშირი, რაც წარსულს უკავშირდება და ახლა უფრო მომწიფებულად 600 სახით ბრუნდება. ასების 6-იანი ასევე ჩნდება მაშინ, როდესაც ადამიანი მზადაა და მომზადებულია სხვაგვარი ურთიერთობისთვის. ალბათ გზაში დარჩა რაღაც დაუმთავრებელი და დღეს ცხოვრება კვლავ აერთიანებთ, ან აერთიანებთ მათ სხვაგვარად. არა, უფრო მომწიფებულები, უფრო ფოკუსირებულები, უფრო ხელმისაწვდომები კავშირისთვის, რომელიც აღარ იქნება პლატონური, არამედ ცხადია საკითხებით, რომლებიც ჩართულია ნამდვილად მნიშვნელოვანი ადგილიდან. რადგან არის თასების 10-იანი ყველა თასის სიმძიმე თქვენ ცხოვრებაზე. და ეს გულისხმობს სიტუაციებს ოჯახთან, სიტუაციებს ჯგუფებთან, სიტუაციებს სამუშაო კონტექსტთან, ან იმ ადგილებთან, სადაც ხშირად დადიხართ. მაგრამ კარგი, რაც ამ ყველაფერს აქვს, არის ის, რომ ჩნდება შესრულებული სურვილები და ისეთი საკითხების მატერიალიზაცია, რომლებიც დაკავშირებულია მნიშვნელოვან ბმებთან. და თუ იქ არის ის ადამიანი, იმ ადამიანთან დაუკავშირდებით სხვაგვარად. თუ იქ არის ის ოჯახის წევრი, რომლის ნახვაც ან აღდგენა გსურთ, ან თუ იქ არის ის ცხოვრების კონტექსტი, რომლის ხელახლა ცხოვრებაც გსურთ, იმ ადგილას ასევე მიხვალთ ადგილას, სადაც ბედნიერი იყავით. ზოგიერთ შემთხვევაში მე მესაუბრება დიდ სიმრავლესა და მატერიალურის ტკბობაზე, რომელიც გადადის ოჯახურ ნაწილში. ამიტომ თევზების პირადი საჭიროებები დაკმაყოფილებული იქნება და გარემოცვისაც. ისინი გირჩევენ თქვენ პროექტში მონაწილეობის მისაღებად სამუშაო ჯგუფში გაწევრიანებისთვის, საზოგადოებრივ ჯგუფში გაწევრიანებისთვის. ისინი გირჩევენ თქვენ, ან უკვე ხართ იმ კონტექსტის ნაწილი და აგრძელებენ თქვენს არჩევას იმისთვის, რის იმიცემისა და ჩაბარების უნარიც გაქვთ თუ ანგაროთ გულიდან. თქვენ აძლევთ დიდ სინათლეს სხვა ადამიანებს და ამიტომაც ხართ აღიარებული, დაფასებული. მე მესაუბრება, რომ დღეიდან, როცა მე მუსმენთ, პარასკევამდე მოხდება ძალიან ძლიერი, ძალიან საინტერესო და ძალიან ხელსაყრელი რამეები, ისე რომ იგრძნოთ უზარმაზარი ბედნიერება, რომელიც აათრთოლებს ზეცასაც კი. დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ გაგახსენდებათ ეს კითხვა, რადგან მოდის მოსალოდნელი მოწვევა კავშირი, როგორც გეუბნებით, რომელიც მოდის ადრინდელიდან, ან სიურპრიზი, რომელიც მოაქვს ამ თასების პაჟს. თასების პაჟი არის კარტი, რომელიც გველაპარაკება თქვენს იმ განზრახვაზე, ასევე იმ ინტუიციაზე, რომელიც კარგად არის დაკალიბრებული რაღაცაზე, რაც ოდესმე წარმოგიდგენიათ, რომ გქონოდათ. და რომელიც უკვე მიიღეთ როგორც რაღაც, რაც არარეალურობის ნაწილი იყო. თქვენ არ უყურებდით ამას როგორც ოცნებას, წარმოიდგენთ თქვენს გონებაში, მაგრამ არასოდეს გიფიქრიათ, რომ მიხვიდოდით ამ ადგილამდე, ან ამ სიტუაციამდე, ან ხელახლა დაუკავშირდებოდით ამ ადამიანს. აქ თასების პაჟი გეუბნებათ, რომ არის ძალიან კარგი ამბები იმ ადამიანთან დაკავშირებით, რომელიც თქვენთვის მნიშვნელოვანია. გთხოვენ, რომ ნელა იაროთ, გთხოვენ, რომ ნება მისცეთ საქმეებს თავისთავად წავიდეს, რომ ცხოვრება მოგცეთ მეორე შანსი იმისთვის, რათა დაუმტკიცოთ საკუთარ თავსაც, რომ ის ადამიანი ნამდვილად იმსახურებს ყურადღებას.
თქვენ დაშორდებით იმას, რაც ყურადღების ღირსი არ არის და შეგნებულად აირჩევთ სიყვარულს. ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან, რასაც გვეუბნებიან იქ მეგზურები, სქემების გამეორება. თუ გვინდა გქონდეს განსხვავებული შედეგი, გვჭირდება დავარღვიოთ გარკვეული სქემები ან ქცევები, რათა ცხადია ის, რაც გვაწუხებს, აღარ განმეორდეს. სქემების გამეორებას აქვს კავშირი ამასთან. თქვენი მეგზურები გესაუბრებიან პირდაპირ იმაზე, თუ რა არის გამეორების ენერგია და ისინი არ არის პოზიტიური სქემები, რა თქმა უნდა. არა, თქვენს მეგზურებს სურთ, რომ გააკეთოთ პაუზა აზრებში, ემოციებში, რადგან ამან შეიძლება მიგიყვანოთ ცუდ გადაწყვეტილებამდე. ამიტომაც არ ღვევთ იმ კოშკს, არა? უკეთესი შეგრძნებისთვის საჭიროა დრო დაუთმოთ ურთიერთობებში ბალანსის გაკეთებას. მე გითხარით, რომ დაშორდებით იმას, რაც არ გემსახურებათ და დარჩებით იმასთან, რაც გავსებთ და რაც გინარჩუნებთ. თქვენი მეგზურები გეუბნებიან, რომ იმყოფებით სიტუაციაში, სადაც შეიძლება გქონდეთ უამრავი შერეული ემოცია და ცხადი აქ სურთ მიიღოთ ადეკვატური გადაწყვეტილება ამ მომენტში. ენერგია ურთიერთობებთან და ადამიანებთან დაკავშირებით გეუბნებათ, რომ ისინი ყოველთვის ერთნაირები არ არიან და თქვენ ზოგადად ბოლო დროს გამოდიოდით დაჭრილი. თქვენი მეგზურები არ გსჯიან და არ არის საჭირო, რომ თავი დამნაშავედ იგრძნოთ, მაგრამ სურთ, რომ რაღაცნაირად მოახდინოთ რეაგირება და გაიგოთ, რა ენერგიებია თქვენში, რომლებიც რაღაცნაირად ბლოკავს რაღაცას, რადგან ცხადია თქვენ ეძებთ იმავე კონტექსტს, იმავე ნიმუშს, ადამიანების იმავე ნიმუშს, წყვილის ნიმუშს, მეგობრობის იმავე ნიმუშს. ყურადღება უნდა მიაქციოთ ბმებს, თევზებო. თქვენ უნდა გათავისუფლდეთ თქვენი შინაგანი დაბრკოლებებისგან და დაარღვიოთ ის სქემები, რომლებიც გბლოკავთ. რას აპირებთ? მოუღოთ ბოლო მანკიერ წრეს. უნდა დასრულდეს მანკიერი წრე, რადგან ჩვენ გამოვდივართ იმედგაცრუებების ეპოქიდან და ასევე იმ საკითხებისგან, რომლებიც დაბლოკილი იყო სასიყვარულო დონეზე. მეუბნებიან, რომ მალე, როცა მოვა სეზონის ცვლილება, დარჩენილია 4 ან 5 დღე, მეს გითხარით, თქვენ იღებთ 4 ძალიან მნიშვნელოვან ნიშანს, რომელიც დაკავშირებულია სიყვარულთან. ეს მოდის მოულოდნელად. თქვენ არ დაკარგავთ თქვენი წინსვლის კურსს და უპირველეს ყოვლისა. თქვენ გათავისუფლდებით რაღაცისგან ემოციურ დონეზე. საგნები ამ მომენტში მართლაც მოვა. ამ მომდევნო სეზონიდან მოყოლებული რაღაც ეფექტურად იწყებს მოქმედებას. ეს არის პოზიტიური პასუხი თქვენს ლოცვებზე და ეს განაპირობებს იმას, რომ თქვენ შეძლოთ მოლოდინების გამყარება მოლოდინებრივ ადამიანზე, რომელიც გიყვართ. ასე რომ გჯეროდეთ თევზებო, რადგან ეს არის ის, რაც თქვენთვის მოდის.